ხელმძღვანელები დადგა 4 შაბათი საღამოს რის ნახევარი მე გახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები ვინც გასასწრელს შინახართ ვისაც უმძიმესი ცხოვრება გაქვთ ვინც უცხოეთში ხართ ვისაც გაჭირვება გაქვთ საავადმყოფოში რა ვიცი ყველას ბედნიერებას სიხარულით და გისურვოთ პატიმრები მინდა კიდე განსაკუთრებით მოვიკითხო ყველას წყალობა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა და ურთულესი კვირა არის ამ წინათაც ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი მამა გიორგი დორეული რომელიც ხშირად სტუმრობს ხოლმე ამ ბოლო ხანს და დიდ მადლობას მოგახსენებთ დაგლოცეთ თუ შეიძლება აი ხარ გენაცვალე მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა გენაცვალე დიდი მადლობა მამაო ხართ ჩვენი სტუმარი ჩვენი მეგობარი ხართ რაც თავარი არის და დიდი გამოცდილება თქვენი მამაო თუ შეიძლება რომ გაგვიზიაროთ რომ ადამიანები მამაო ზოგი იწყებს რაღაცნაირად ეხლამარხვას რაღაცა ზოგი ხვალე ამბობენ რომ ყველაზე არის დაშვებული ზიარება რაღაცა ხვალ რა დღე არის თუ შეიძლება მამაო და როგორ უნდა ეს 2-3 დღე როგორ უნდა გაიაროს იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ბზობასო თითქოს მარხვა დამთავრდაო ხო თუ შეიძლება მამაო რომ ეს განუმარტოთ რა თქმა უნდა სიყვარულით პატივისცემით მოვიკითხავ მე გიორგი ყველას ჩვენ ერთი აზრი გვაქვს და ჩვენი მართლაც კივილია ეს ემიგრაციაში მყოფი ხალხი პატიმრები მით უმეტეს ჩვენ ხშირად გვაქვს შეხება და ასევე მე მინდა მოვიკითხო ყველა მოძღვარი ყველა სასულიერო პირი ძალიან მიხარია ხოლმე იცი აი მე 25 წელია სასულიერო პირი ვარ მაგრამ მიუხედავად ამისა ვცდილობ რომ შენი გადაცემები არ ჩავაგდო ყველას უყურო და სხვათა შორის წარმოგიდგენთ ბევრი რამებს ვსწავლობ აი ვიღაცას გონია რომ ხლა ამდენი წელი ღლილი ვარ ვინ რა უნდა მასწავლოს მაგრამ ძალიან ბევრი რამებს ვსწავლობ აი ყველა საერთოდ მინდა რომ მოვიკითხო იცი არ ჩამოვთვლი ხო და არა გამოყავით ალბათ ვიცი ისაც გამო ხო იცი მამა ალექსანდრე აუცილებლად მამაკვაძეს ბოლქვაძეს ნამდვილად გამოყო დიდი სიყვარული მის ოჯახს ხალბატონ ნინოს და ბევრს ყველას გამოყო მამა გიორგი თევდორაშვილის მამა პეტრეს ყოფილ ზაქარია ძიძებაძეს რა ვიცი ვის აღარა მამა მიქაელს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენმა მრევლმა და საზოგადოებამ იცის მაგრამ მინდა შევახსენო და შენი კითხვის პასუხიც იქნება ეს რომ საერთოდ თქვათ ლე ყველაზე მამა მელიქიძე რა თქმა უნდა და საერთოდ წესი და კანონით საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით მარხვა რასაც შეეხება დიდი მარხვა რა თქმა უნდა სრულდება მე-40 დღეს რომელსაც ემთხვევა დიდები შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დიდები შესვლა იერუსალიმში ანუ ბზობა სიმბოლურია ერთი რამე და თქვა რომ აი ადამიანებმა უნდა გავიაზროთ ერთი რამე რომ ნახეთ რა საინტერესოა რომ ამაზე მამებით საუბრობენ როდესაც უფალი შედის რატო ხია დიდებით რომ თელი ერი ცდილობს რომ ზოგმა ბზა, ზოგმა ბაია, ზოგმა პალმა, ვინც ვერაფერი ვერ მოახერხა, ტანსაცმელი დაუგო. გეგესმით რა საინტერესოა და წერია სახარებაში რომ მაცხოვარი ცრემლეოდა, ანუ ტიროდა მაცხოვარი. რა საინტერესოა, ხო, ამხელა დიდებაა თითქოს, მაგრამ მაცხოვარი ტირის და ჩემო ძვირფასებო მე მინდა რომ ჩვენშიც ჩავიხედოთ რომ ჩვენ ის ადამიანები ხომ არა ვართ რომელმაც დაუგეთ ტანსაცმელიც კი უფალს ერთ დღეს და ზუსტად 4 დღეში მიზეზი მაცხოვრის ტირილისა იყო ის რომ მაცხოვრის რომ ზუსტად 4 დღეში იგივე ხალხი დაიძახებდა რომ ჯვარსაცო ეგე აი 10 საუკუნით ადრე დავით მეფსალმონე ბრძანებს რამე თუ დავს თქუ განკვირვებასა ჩემს რამე თუ ყოველი კაცი ცრუარს აი რამხელა ჩაკვირვება უნდა და ასევე მე მინდა თქვა რომ აი ვეუბნები ხოლმე ჩემ მრევლს რომ სულ სხვა როცა წაიკითხავ სახარებას მაგრამ სულ სხვა როცა სახარების განმარტებას წაიკითხავ და მინდა თქვა რომ ესე იგი ბზობის შემდეგ უკვე იწყება ვნების კვირეული ეს რას ნიშნავს რომ გუშინ მამო თქვენს ისაუბრა მაგრამ მე მინდა 2 წუთი შევეხო გიორგი რომ ეს ნიშნავს რომ მაცხოვრის ვნებათა კვირეული იწყება მაცხოვრის შეურაცხყოფის მაცხოვრის შეპყრობის დამცირების და სწორედ იმ ხალხისაგან რომელი ბრმასაც თვალები აუხილა აბა მისი ხელიდანო არის თქმული ვისი ოჯახის მიცვალებულიც გააცოცხლა რომელი ყრუსაც სმენა მისცა აი ამაზე წერს დიდი მამა მათგან იგემა პირველი ცილაო ხო კი იმისგან იგემა უფალმა ზუსტად და აი ამბობს წმინდა მამა ესეთი მამა პოპოვიჩი სიტყვა ჯვრის შესახებ შეიძლება რომ აი
ნახოთ ახლა თქვენ დაგუგლოთ სიტყვა წითელ პარასკევის შესახებ, ჯვრის შესახებ და იქ არის ძალიან კარგად, აი რო იტყვიან დაწვრილები ჩამოყალიბებული, აი ეს ყველაფერი როგორ კარგად განმარტავს, მიმართავს კიდე სადახარ თქვენო ის ბრმაო, როცა მიმართავ, სადახარ შენ, რომელსაც აგიხილა თვალი, სადახარ შენ, კეთროვანო, რომელიც განკურნა, სადახარ, იქ ხო არ დგახარ, ვინც ყვირის რომ ჯვარსაცო ესე. ეს არის უმადურობის კვირა, თუ შეიძლება ზუსტად ითქვას და ეს ყველაფერი რა არის მე ვეუბნები ხოლმე ჩვენ მრევლს რომ თქვენ არ იფიქროთ რომ სახარება მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქის იმ დროინდელი საზოგადოებისთვის დაიწერა ეს ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეხება თვითოულ ჩვენთაგანს რომელ გზას ავირშევთ ჩვენ იქ მოყვანილი გმირები ვართ თავისთავად ახლა ჩვენს ახლა აი რომ დაუკვირდეთ ხო რომ ჩაუკვირდეთ აი სულ მახსენდება ხოლმე გიორგი ერთი სიმღერაც არის რომ უფალო რომელი იუდა როცა ჩვენ 1000-ჯერ გაგყიდეთ ჩვენ ვყიდით გამიგე დღეში შეიძლება 100-ობით 1000-ობით შენ წარმოვიდგინე აი ხომ არის ახლა მარხვის პერიოდია და ადამიანებს არ უნდა წირვაზე სიარული გან აი ახლა იმ დღეს მე მაგალითად შეგნებულად ვამბობ და შეგნებულად გავაკეთე რომ კალკულატორით გამოვთვალე დღეში ხო არის 24 საათი 7-ჯერ 24 საათი გამოვიდა 150 თუ 168 საათი. აღარ მოხსნა შენდაბავის თქო და აი ეს ჩათვალე რომ 158 საათია, ხო? 150 საათი თქვა. 158 საათიდან 2 საათი არ გინდა რომ დაყო უფლისთვის და რისთვის თანაც უფალი ხო რომ ჩემთვის გადადგეს ნაბიჯი. ისევ შენი სულისთვის რომ მადლი, ნახეთ რა საინტერესოა, მადლიერება უნდა გამოხატოთ, გიორგი. მე ვამბობ ხოლმე ყოველთვის რომ იყავით ბედნიერები, მაგრამ ნახე რა არის საინტერესო, თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა იყო მადლიერი. 168 საათი. 168 საათი, ხო? წარმოგიდგენთ და 3 საათი არ გინდა რომ დაყო უფალო, მადლობა განვლილი კვირისთვის, გუშინდელი დღისთვის და გთხოვ მოგმადლე მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. გამიგე რაშია საქმე და აი მე ფიქრობ ხოლმე რომ აი ადამიანს არაფერი არ სჭირდება გარდა სამი რამისა. ეს არის გიორგი, თავისთავად ცხადია. ჯანმრთელობა, შვიდობა და სიყვარული. ეს სამეული ისეთი რამეა, რომელიმე რო აკლია, ხო, ის ორივე უკვე თავის ფუნქციას კარგავს. ეხლა შენ წარმოგიდგენ მშვიდობა გაქვს ან სიყვარული გაქვს და არა გაქვს ჯანმრთელობა და მშვიდობა, ხო? ან პირიქით ან ასე. აი ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ჟამის ადამიანებიო იქნებიან მომხვეჭელნიო, გაუტანელნი, მაბეზღარნიო და აი მე ერთი რამე მინდა ვთქვა გიორგიცი, აი ამ ბოლო პერიოდში ფიქრობ ხოლმე რომ როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს აი ახალ წელთან მიმართებაში რომ აჰა კიდევ ერთი ახალი წელიწადი რა მოულოცოთ ჩვენს თავს ქართველო და ასე შემდეგ ყვება ხო მე ჩემ თავთან მქონდა საუბარი და ჩემ რევრთან რომ აჰა კიდევ ერთი წყინვალე სააღდგომო დიდი მარხვა ხო რომელსაც წმინდა მამები და ჩვენი წინაპრები ეძახდნენ სულის ზეიმის ჟამს სულის გაზაფხულს უწოდებენ აი ამ დიდი მარხვის დროს და ჟამს და რა მივეცით რა როგორ მიუახლოვდით უფალს აი ამ მარხვაში როგორ ჩავეძიეთ ჩვენ სულს რამდენი და რამხელა სინანული გაგვაჩნდა რა მოვთოკეთ რას ასე თქვათ ვძლიეთ ჩვენში რაღაცნაირად იცი წმინდა ივანე მით უმეტეს ეხლა მით უმეტეს სანამ წმინდა ივანე ქურპირის ვიტყოდი მით უმეტეს გიორგი ერთი რაღაცა არის ერთი სცენი აი ამ ბოლო პერიოდის იცი მარხვა რომ იწყება ალბათ ჩვენი მოძღვრები დამეთანხმებიან მარტო ჩვენთან არ არის ეს რომ მარხვა რომ იწყება გიორგი არის ესე იგი თუ ვინმე მოდის თუ არა და არის სატელეფონო ზარები ნებისმიერ ასაკის ხალხი აი მამაო იქნე მაკურთხოთ რომ მარხვა არ შევინახო იქნე მაკურთხოთ რომ ესე გავაკეთოთ მე იმ დასკვნამდე მივედი გიორგი შენდობას ხო ყველას ჩვენ ყველა გვიყვარს და სიყვარული გვალაპარაკებს აბსოლუტურად რომ მე იმ დასკვნამდე მივედი რომ თითქმის ერის მარხველთა 80%-მა არ შეინახა მარხვა ეხლა შენ წარმოვიდგინე ხო კაი ეხლა ჩვენ თქვა როცა ვინც ასაკში არის იმას
ასაკი აქვს მიზად, ვინც ახალგაზრდაა და ყმაწვილობაშია, იმას ყმაწვილი კაცობა აქვს მიზად და აბა როდისღაც შეიძლება რომ ჩვენ მარხვას შეუდგეთ, იცი და თუ არა და ბოლო-ბოლო ეს არა ეგრე არა რიგიორგი, იმიტომ რომ ამ ყმაწვილ გოგოებს და ბიჭებს მამები მოდიან, დედები მოდიან, ბიჭო, ვეუბნები, სკოლის დირექტორი კი არა ვარ, რომ უშუალოდ შენ თუ მომანდე შენი შვილის სული, მომანდე რა, რაღაცა უკაცრავად ყველასთან და რაღაცა ჯიბრი ხوار გვამოძრაებს რაღაცა პრინციპულობა. ეს რაც უფალმა ნახე როგორ არის, ვეუბნები, რას ეუბნება პეტრეს, აჰა, დამწყსე ცხოვარნი ჩემნი და ამ სიტყვას ყველა მოძღვარს ეუბნება უფალი. ვიდრე მეორე მოსვლამდე გესმენ რომ დამწყდე ცხოვარნი ჩემნი და როცა შენ აი ამ იმაში რომ დამწყსო ხო ამაში ვიღაცა ხილს გიშლის იცი რომ დედა გეუბნება მამა გეუბნება კაი ბატონო ვეუბნები კაი ესე გავგეთ მაგრამ ჩვენ ვერ მივიყვანთ ამ ყმაწვილ კაცების და ყმაწვილ გოგონების სულებს ღმერთთან მეორე მხრივ წარმოვიდგინე ახლა 60 წლის რო უკვე არის ადამიანი გონიცი რა მამა ასაკში შევდივარ და მე ვერ ვიმარხულებ ბიჭო ვეუბნები ასაკში თუ შედიხარ ესე იგი უახლოვდები რაღაცას იმ რაღაცას ქვია სულის გასვლის ჟამი იმის მაგდროდ პირიქით იღვაწო გესმის რომ რაც შეიძლება ახლა უცოდელი არავინ არა მაგრამ რომ დაანახო უფალს რომ უფალო შენი სიყვარულით ეს მოვთოკე ეს ავიკრძალე გაიგე როგორ არის თორე სულ აი ჩვენი ცხოვრება არის ბეწვის ხიდზე მამები ხვამობენ რა ჩვენი ციცოცხლე კიდია ძაბზე როდის ჩაწყდება ეს ძაფი არავინ არ ვიცით გეგესმის მაგრამ აი მიუხედავად ყველაფრისა ამისა მაინც ადამიანში ჩება დიდი კადნიერება ღვთის წინაშე გაიგე რა საით აი მე მინდა 2 წუთი გიორგი ბოდის გიხდი აი ჩვენ ვიზეიმეთ ლაზარეს აღდგინება ხო იქ წერია სახარებაში რომ მართამ და მარიამმა ვითუმეტეს რომ იცნობდნენ უფალს და იცოდნენ რომ თქვა უფალმა რომ ესე მიძინებაო არ არის სასიკვდინეო ეს ღვთის დიდების არისო გაიგე და მაინც საყვედურებენ უფალს მართა და მარიამ უფალო უკეთო აქ აყოფილიყავი არამცა მომკვდარი იყო ჩემის მამა და უფალი უმეორებს რომ ხო გითხარით რომ უკეთო გწამს ქრისტეო აღსგესვეო ძმა თქვენიო და მაინც ურწმუნოება ჯერ კიდე იქვე და რაღა უნდა ვთქვა ჩვენ აი აქ 21 საუკუნეში კაცობრიობისა რომ ნახე რა საინტერესოა სულ ვამბობ მე რომ უამრავი სავსეა ეკლესია მონასტრები ხო მით უმეტეს ეხლა მარხვის ბოლო კვირაა და მაგრამ შემდგომაც ხო რა თქმა უნდა ყველაზე არსო მაგრამ უმრავლესობაში გიორგი ცოცხალ აი მაგას გქონდა ცოცხალ რწმენას ცხოველი რწმენა ესე რომ მე მინდა ვთქვა რომ თვითონ ცხოველი საეკლესიო ლექსიკონში ნიშნავს სიცოცხლეს ანუ ნახეთ სვეტი ცხოველი რწმენა ეს ნიშნავს ცოცხალ რწმენას ვერ ნახავ გამიგე და აღარ არის ამდენი დეპრესია ამდენი უიმედობა ამდენი სასწაკვეთი ამდენი სუიციდი და აუცილებლად შენ ნახე რომ გიორგი ხა შენ კი ხარ ეკლესიის როგორ გაგვერშინდუკები არის ჩვენი შვილი ხარ და შენი გადაცემა ამაზე კი არა ძალიან ბევრაზე მეტყოლეს მაგრამ მაინც ღვთლის ჯვარი რო არის არა ხო იცი მაინც ღვთლის აი უყურებ აი ამ აღსარებელს და ეშინიათ ხვალენდელი დღის ბიჭო ვეუბნები სახარებას კითხულობ კი მამაო კითხულობ წინასწარმეტყველებას კითხულობ კი მამაო კითხულობ მაშინ რა ხდება შენში ნდობა არ არის ცხოველი რწმენა არ არის და აი იმიტომ ვამბობ გიორგი რომ აჰა კიდევ ერთი დიდი მარხვა სულის გასაფხულის ჟამი სულის ზეიმი ჟამი რა მიეცი შენ სულს რითი გაამდიდრე შენი სული არაფერი უკანს აი მაგას გეუბნები ისე განკითხვა და ჩვენი მარხვა რა დარჩა იცი გიორგი კუჭი ეხლა რეალურად რომ თქვათ ხო და იმ კუჭზეც არის პრობლემა ეხლა იმ დღეს ეხლა ყველა ვინც მე მიცნობს ის ეხლა იცი რა არის რომ ბიჭო ხორცს მე არ ვჭამ თევზს მე არ ვჭამ სუნებზე მაგ გაართულება ძალიან ხო სუნის სახში რო დგას გიჯდები თერი ცხოვრება კარგი სულგუნის კუთხევარ მომეცი ზერო გასდის და კაი შუშა კიტრის ყურა კუთხევარ მომეცი თერი ცხოვრება იყოს მარხვა მე პრობლემა კი არა მაქვს მაგრამ უბედურება ესაა რომ ვიღაცას მარხვა გონია გაიგე ნახე როგორ არის მამები ამბობენ რომ ეშმაკიო სულ არ ჭამს მაგრამ კი არ მარხულობს მეორე მხრივ მამები ამბობენ რომ თუ ვინმე ფიქრობს რომ
ეგრეთ წოდებული მწვანილი ჭამა არის მარხვაო, ძროხებიო წმინდანები იქნებოდნენ. ხო, ზუსტად. გამიგედა, მით უმეტეს აი მე მინდა კიდე საყოველთაოდ აი ესე თქვა შენი მეგობრული აი ამ ეთერის საშუალებით რომ წმინდა ივანე ოქროპირი იცერას ამოსგი, როცა შენ ვერ ახერხებ ხორციელ მარხვას სრულად, როცა შენი ხელი ვერ მარხულობს, როცა შენი ენა შენი კუჭი უკაცრავად არ მარხულობს, უნდა იმარხულო შენმა ენამ, უნდა იმარხულო შენმა გონებამ, უნდა იმარხულო შენმა ხელმა, ფიქრმა, ყველაფერმა და უნდა მე ვეონები არ მარხულობ, ვერ მარხულობ, გააძლიერე ლოცვები. ერთის მაგვირად ორი წაიკითხე, ერთ თავის მაგვირად ორი წაიკითხე სახარება, ფსალმუნი წაიკითხე დილას აღამოს, მაგრამ ნახე რა საინტერესოა გიორგი რომ ჩვენ თანამედროვე ადამიანს ყველაფრისთვის შეუძლია რომ დრო მოიპოვოს. გარდა იცის აი ერთი რამის გარდა იმის გიორგი რომ ვამბობ ხოლმე ერთ რამეს რომ თანამედროვე ადამიანი არანაირ შანსს არ კარგავს იმისაც რომ ღმერთს შეაქციოს ზურგი. აი არანაირ შანსს ყველაფერს აკეთებს იმისაც რომ გაუცხოვდეს ადამიანი და ღმერთი. აუცილებლად დღეს ეგ პერიოდი დგას მამო, გაუცხოვებული ადამიანი და ღმერთი, იმიტომაა რომ რაღაცა პრობლემა რო გაქვს უკვე ღმერთის იმედი აღარ გაქვს, იმიტომ შენთვის უცხოა. არიცი უბრალოდ აი ფიზიკურად რომ მიმართო, ეგეც არიცი რომ აი სიტყვაზე პრობლემა გაქვს, ღმერთს უნდა მიმართო რომ მოგიგვარდე. არ გაქვს მისი. ამიტომ ამბობს უფალი, ჩემო ზვირფასებო რომ მას ჟამსაშინა მრავალი მეტყვიან უფალო განაშენი სახელითო არ წინასწარ მეტყველებდითო განაშენი სახელითო სასწაულებს არ ვახდენთო ნახეთ რა საინტერესოა მაგრამ მე ვეტყვიო წარვედი ჩემგან წეულნო არც კი გიცნობთ ვინახარ თქვენ ასე რომ თუ ვიღაცას გოგონია რომ ვიღაცა პირჯვარს იწერს და ამით ქრისტეს ესაცნობა ძალიან ცდება. ის კი არა, უფრო მეცას ვიტყვი. წმინდა აი სულ მომხო წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, შენ ყოველ დღე შეიძლება დადიოდე წაძარში, მაგრამ საერთოდ არ იყო ქრისტიანი. აი სულ ვამბობთ გიორგი ალბათ შენ გადაცემაში მithქვა რომ ჩემი მოკლე ჭკვით ასე მგონი არის ქრისტიანობა იცი რა არის. ეს არის აი ბეწვის ხიძზე კი არა, აი წარმოიდგინე ბრიტვაზე უნდა იარო და ერთი თუ ფეხი ჩაგიცდა, შეიძლება ისე ჭრილო მიიღო რომ გახდეს სასიკვდინე, გამიგე და აი ყველაზე მთავარი რა არის ჩემო ზვირფასებო, თქვენ არ იფიქროთ რომ ჩვენ რაღაცას ვამკაცრებთ, არ რაღაცას ვაზვიადებთ. ერთი რამეს ვიტყვი რა, სახარებაში წერია რომ სხვას ისე მოეკეცი, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს სხვა. წარმოიდგინე ხა გიორგი, აი ძალიან ბევრ ოჯახში გვაქვს ჩვენ შეხება ძალიან ბევრ ერთთან და ერთი რამე დავასკვენი რა. როცა შენ სხვისი ცრემლის მიზეზი ხარ. როცა შენ სხვისი გულის ტკივილის მიზეზი ხარ. როცა შენი სიტყვა, შენი დაუფიქრებელი ქმედება, შენი სხვას გულს დგეს. ამ პარტაუნებით სხვას იცი როგორ არის გიო გულსკენ კი არა, აი ცნების განწეღარմოსკი სახარების განმარტება სხვა მეთქი რა. არა კაცკლა ცნების განმარტებას რო ჩავყვე ჩვენ, იქ წერია რომ მარტო არა კაცკლა ის კი რა ვიღაცა რაღაცა ტყვით მოკლა რაღაცა. ენით როცა მოკლავ კაც, შენ მარხვას აზრი აღარ აქვს. აღარ შენ მუხლდრეკას აზრი აღარ აქვს. და მეორე სენი კიდე რა არის ეხლა ამასთან საუბრობთ ჩვენ რომ ბიჭო აწყენინებენ თავის მეგობარს, თავის ოჯახის წევრს და შენდობას თხოვენ სულიერ მოძღვარს. ანუ მე მიკლავენ გულს და აღსარებას ამბობენ იქით, სადღაც. ზუსტად. ხო და სხვათა შორის ეგ ძალიან ცუდი ის არის, მამა. ეს სენია. თვითონ მოძღვარმაც უნდა უთხრეს. აუცილებლად გიორგი და იცი რა მე ხა ყველა მოძღვარს შემოვლე შენისი ჩვენ როგორ გვიყვარს ნებისმიერ და განსაკუთრებით მე დიდ პატივცემ რაიონებში რომ სახურებენ და აი სადღაც მთებში რომ სახურებენ აჭარებს მთებში თუ თიულეთის მთებში თუ ხევსურეთში თუ გუდამაყარში თუ სადაც აი თუ გორში ჩვენი საზაზ მოიკითხავ ჩვენ ძმებს ხო და განსაკუთრებით დიდ პატივს მივაგებ გამიგე მაგრამ იცი რა არის გიორგი სწავლება უნდა იყოს იცი რა არის ეხლა ძალიან ბევრი მოძღვარისა მინახია რომ იცი ეხლა ისეთი დრო არის მამო ეხლა ისეთი ჟამია რა შუაშია ჟამი და დრო შენ თუ როგორ არის ეხლა წმინდა წერილი ამბობს რომ იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ და იგი გიეს უკუნისამდე ჩვენ დამწყე ცხოვარნი ჩემნი ეს ვიდრე
მეორე მოსვლამდე ყველა მოძღვარს ეხება, გამიგე და ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ სწავლება. Რაღაც გინდოდა ბატონო გიორგი? კი, მამა ბზობას რო შედის მაცხოვარი. აი, მინდოდა რომ უბრალოდ ადამიანური ფაქტორზე გამიმახვილებინა ყურადღება და ხაზი გამესვა. მე რო შემდგომ ტირისო, აი ამ სიხარულში, რომ ამდენი ადამიანი ეგებება, მან იცის რომ ეს ადამიანები სწორედ გულს ატკენენ, სწორედ უარყოფენ, სწორედ დაიძახებენ ხო როგორც სწორედ პრობლემა შეუქმნიან და სწორედ ჯვარსაც მოვან. ამ შემთხვევაში მამა აი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შედის რაღაცნაირად და თავისთავად გადადო. ეს პრობლემები მამა ადამიანებსაც აქვს თავის სიცოცხლეში რომ გადადებენ მის თავს მოყვასისათვის, ოჯახის წევრისათვის, ნათესავისათვის, 1000 ადამიანისათვის და რაც უფრო თავს ხვის გამო გადადებ, მით უფრო ბოროტი გიქმნის ბევრ პრობლემას, რომ ეს ყველაფერი ინანო, იდარდო და ეს ყველაფერი შეწყდეს შემდგომ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დარდად პირიქით გექცევა რა. აი, შენი გაღებული სიკეთე შეიძლება მოგიბრუნდეს და პრობლემად გექცეს. ის კი არა რომ არავინ არაფერი არ დაგიშაოს. აქეთკენ შეიძლება პრობლემები შეგექმნას. ამ შემთხვევაში მამაო, როგორ უნდა მოიქცე ხა აი მაცხოვრის შემოსვლა ჩვენ ცხოვრებაში, ხო? და იქ ბზობას ხო იყო მათთვის გაღებული სიკეთე რომ ქრისტე მოდისა წარმოიდგინეთ და ამ შემთხვევაში რას უკეთებენ? აი ეგრე არის ყველა დღეს სამწუხაროდ თქვენ რომ ამბობთ რომ ბევრი არ მარხულოსო, ბევრი აღარ არის მორწმუნე რაღაცაო. ან ბევრი მორწმუნე დაბალი ხარისხის მორწმუნეაო. ხო. ბაგეებით მაიდემ გული მათნი შორს არიან ჩემგან უფალი ხალხს არა გიორგი. დიახ და აი მამაო ესეთი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ხალხი ხვდება მათ და შემდგომ ჯვარსაც ვამენ. იმიტომ რომ აღარ არის ის რწმენა, ის მიმღებლობა, ის სიყვარული. თუ შეიძლება მამაო აი რა უნდა ქნან იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს დღესა, ძალიან ბევრი რავი უცხოეთში არის. ძალიან ბევრი საპყრობილეშია, რა ვიცი, ბევრ ადამიანს უჭირს ეს პრობლემა. საერთოდ ეხლა რა გამახსენდა იცი გიორგი, მე უპირველეს ყოვლისა თხოვდი ჩვენს მაყურებელს და ყველას, რომ აუცილებლად აი ჩვენი უწმინდესიც ამას თხოვდა ხოლმე აწროებს, როცა ქადაგებდა, რომ სამაგიდო წიგნი არის ბიბლია, იკითხეთ ბიბლია, იკითხეთ, ნუ გეზარება, ნუ შეგაშინებთ რაღაცა მისი სიდიდე, თუნდაც აი კვირაში რომ მაგალითად წაიკითხოთ ერთ კვირაში მაგალითად დაბადება, მეორე კვირაში გამოსვლა, ნელა მშვიდად რა. რატომ ვიცი აი ეკლესიასტე ბრძანებს, რომელიც არის ბიბლიაში ერთ-ერთი წიგნი შემავალი, რომ მზის ქვეშეთში არაფერი ახალი არ არის. რამე თუ ყოველივე ახალი კარგად მივიწყებული ძველი არის, ძველია. წლეს არ ტყავს. ხო, სულ ის მზაკრობა და გაიძვერობა ეხლა რო არის, ხო? ეს ხო ეს გადმონაშთი არის. აი ამ ყოლებს და ყველაზე მთავარი ახლა მემკვიდრეობითია და წეღან მე რა ვთქვი გიორგი რომ ადამიანი როცა არ ახარ მადლიერი, ნახე რა საინტერესოა, ესე იგი შენ ახარ უმადური ხარ. უმადურ ადამიანს გიორგი მთელი სამყარო რო აჩუქო, ის ვლის რომ მე უფრო მეტი მეკუთვნის, ეს რა არის ბიჭო? ამის ეს არის ჩემი წილი? გამიგედა? გამიგედა, აქედან გამომდინარე, ნახე რა საინტერესოა, ერთმანეთში არის შეზავებული უმადურობა არის ამპარტავნების შვილი. და მეორეს მხრივ თამდაბალი ადამიანი რომელიც არის მადლიერი არა იმას რომ ისე რაღაც აი რაღაც ძალიან ცირედი გეტყვის მადლობა მე ამისი ღირსიც არ ვიყავიო აი ძალიან ხშირად ხოლმე მოდიან ადამიანები და მეუბნება რომ მამა ვიცი რა ეს ვერ გავაკეთე გააჩნია ხა ნუ ვინდა მეუბნები ხოლმე აი ესეთ რამეს რა გიორგი აი არის მეთქი ესეთი მომენტი რომ სკოლაში რო შედის მასწავლებელი არა და არის ვიღაცა ოროსანი ხო დაგუწერს და ეუბნება რომ იცი რა შენ მართალია დღეს გეკუთნის ორიანი მაგრამ მე გიწერ შენ ხუთიანს წასახალისებლად ის რო არის უმადროგი რა ხუთიანი მე 10-იანი მეკუთნის მასწავლებელო და როცა პირიქით არა აი ოჯახიდან გამოსული ბავშვი რო არის ოჯახიდან სადაც არის ურთიერთპატივისცემა ურთიერთსიყვარული სიმდაბლეს იმას რო ეტყვი რომ იცი რა შენ გეკუთნის ორიან მე გიწერ ხუთიანს იქ მასწავლებელო არა მასწავლებელო მე ამის ღირსიც არა ვარ და ეს ეხდება გიორგი ეს ახლა მე შეიძლება სკოლის მაგალითი მოვიყვანე მაგრამ მე ეს ყველაფერი იცი როგორც ამბობს წინაპრები ძვალში და რბილში ჯდება და ეს ხალხი იზრდება ესეთი რომ კიდე აი რას გითხარი მეორებ რა სურო თან გადაყვე
არა? ვალდებულიად გთვლის. აი, ერთხელ ესეთი რაღაცა იყო რა, თიანეთში, მაშინ თიანეთი მეუფე მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკუთვნოდა, ეხლა ყველა მის რომ მე იქიდან ვარ, ეხლა დუშეთს რავიანი ბაზალეთიდან და მოვიკითხავ ასევე ჩემს სოფელს, ბაზალეთს, ჩემს თიულეს, ყველას და სრულიად საქართველოს და ერთმა მოძღვარმა მითხრა რომ ჩემმა მეზობელმა რომელიც იქ ცხოვრობდა, იქ თიანეთის ერთ-ერთ სოფელში თხოვაო რომ წავედეო და სახლი ვუკურთხო, იქნებ მეუფესგან როცა კურთხება აიღო თუ რა, მამაო მიდი რა. ხო და სთხოვეო რა და მეუფეს დაურეკე მე რა და სთხოვე და მეუფე მითხრა პრობლემა არ არისო. მაგრამ იცი რა არისო პრობლემაო. იმ სოფელში ეს არის პატარა სოფელი დავათი. არის ერთი დიდი მონასტერი და ერთი ნუ ჩვეულებრივი ეკლესია და მოძღვრები არიანო. იმის მოყვანა კი არ არის პრობლემა. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ რასაც ერთხელ დაუთმობ, მერე ის უხდება ცხოვრების წესად. გამიგე? აი ახლა მე ვიტყვი ერთს, ახლა კიდე გეუბნება, აი შემოველი ყველა და ყველას და რა ვიცი, ჩემს სოფელს, მაგრამ იქ არის мама გრიგოლი. დუშეთი ბაზალეთთან დუშეთში რო გადახვიდე, არის 4 კილომეტრი. ძველად რა ახლა ჩემ პატარაობაში, ძველად კი არა, ჩემ პატარაობაში ბებორო იყო და პაპარო იყო. ფეხით მიდიოდნენ დუშეთში. ხო. ეხლა წარმოიდგინე, გიორგი, 2 ეკლესია არის მე-10 საუკუნის აღდგენილი. ეს მარტო ჩვენ სოფელში, ბაზალეთში და რო რამე ხდება, ყველას ვენაცვალე, პრობლემა კი არ აქვს. მე მირეკავ რომ თბილისიდან ჩავიდე. ან წესი ავაგო, ან ბავშვი მომოვნათრო, ან სახლი უკურთხო და მე ვიმეორო, мама გრიგოლის შეეხმიანეთ რა. აუ, ჩვენ გვინდა, რატომ ხდელი არ არის? ეს უკვე წესად გაიხადეს, გამიგე და ესეც გარკვეული, მე თუ მკითხავ, ეს არის გარკვეული ამპარტავნების თემა, რომ აი, ხედავ, ჩემ თბილისიდან ჩამოვიყვანე მოძღვარი, ხე мама გრიგოლი ბოდიში, უკაცრავ სოფლის მოძღვარია რა. არა და ამ შემთხვევაში ნახე რა არის გიორგი, მადლს კი არ ეძებს. ადამიანი მადლს კი არ ეძებს, ადამიანს ეძებს, გამიგე და ადამიანში, ხო, ადამიანში მადლი მოდის და მიდის. თავისი ცხოვრების წესიდან გაუმდარე რა. ხო და მე ვიტყვი ერთ რამეს რა, რომ სოფელში და რაიონში მოღვაწე მღვდლებს უფრო დიდი მადლი აქვთ, უფრო დიდი სიმდაბლე, უფრო დიდი მოღვაწეები არის, ვიდრე ერთი მე უღირსი და ცოდვილი და რა ვიცი. ხო, ისე სხვათა შორის იქ უფრო მეტი ის არის, რა ქვია. მეტი შესაძლებლობაა, რომ სიალალია, გიორგი. გიხვეწები ერთი კითხვა მაქვს ზუსტად, აი მაგას აი ზუსტად ეგ კითხვა გამიჩნდა, რომ რატო არის მამაო, რომ რეგიონში უფრო შენარჩუნებულია, ჯერ ვერ შეაღწია ეთყობა ამ ბოროტმა, ისე იმიტომ რომ უბრალოები არიან და უბრალო ხალხს ვერ ერევა მამაო. აი თქვენ რომ ავთ ალალი და უბრალო და მართალი ხალხი არიან და ვერ ერევა, ეხა ქალაქში და ცენტრში აქ უფრო ბევრად უფრო ადამიანებზე მაქვს საუბარი, მოძღვრებზე არ მაქვს. ყველა მორწმუნეზეც, არამორწმუნეზეც იმ ადამიანებზე მაქვს. აი ესეთი რაღაცას, რასაც სიტყვაზე აქ შეიძლება წააწყდე, იქ ცოტა გვიან წააწყდები, მამაო რა. აი რატო არის, მამაო, იმიტომ რომ აი ზუსტად მან არის ხოლმე რაღაც მომენტი, რომ აი უბრალო ადამიანები რო არიან, იქ ბოროტი ქრება, მამაო. აი ამიტომ უნდა ვიყოთ, აი ქალაქში მაინც მამაო რაღაცნაირად ხო იცი ბრალიანი ხდები ეს აი ეს მოდის და თუ შეიძლება ამ პარტავნებას კიდე მოყვება ეს ის. პატრიარქი, ჩვენი პატრიარქი, რომელსაც დიდი პატივისცემა და სიყვარული წინასწარ ულოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღეს, ჩვენ წმინდა სინოდს. პატრიარქი სულ მაგას ბრძანებდა გიორგი, ხამდაბალს, მოსეს, მადლი და ამ პარტავან შემუსრავს უფალი. როდესაც ხარ შენ უბრალო გიორგი ყველაფერში დამნაშავე შენი თავი გონია და სწორედ სულ არ იკითხო ეფრემასურის ლოცვა ცხოვრებით ასრულებ თამდაბალი ადამიანი რომ არა განკითხვა ძმისა ჩემისა ზუსტად ცხოვრების წესით ასრულებ ამას გაიგე და აქ შეიძლება მეტანიებით მუხლები გადაიყლიფო და მეორე წუთას ვიღაცას რაღაცა ხელი იკრა და უთხრა რომ ეს ჩემი ადგილია ეკლესიაში სულ მაგას ვეუბნები მოუთხარი კორპუსების წირო მანქანის ნომრები წერია მეთქი ესე დააწერე თქვენი ადგილები და კაცი რო დგება ხო იცი და აი ეს არის უბრალოება იცი აი რა არის გიორგი ხა ჩვენ აი უამრავი ადამიანი უყურებს ხო აი უამრავი ადამიანი უყურებს შენს გადაცემას უამრავი ადამიანი დღეს მრევლია მაგრამ აი მე ვსვავ შეკითხვას ვინ არის უბრალოდ თამდაბალი
პატრიარქი, რამოდენიმე ბერნი არიან. აბა მიდი აი ამ რევლს, ოდნა უთხარ ცოტა გვერდზე მიიწიე. აი რა ხდება ზიარების დროს. ეხლა მოდივარ ჩვენთან 7 ზეცხება ჩატარდა ვაკის სამებაში და ეხლა აი მოძღვრები განამორტო ჩვენთან. ყველასთან იძახე რომ ხალხო, ნუ ნერვიულობთ, არავინ არ დარჩებით, ნუ აწვევით, ნუ წააქცევთ ერთმანეთს და ეს წმინდა აზარი რაღაცა უკასრავად მომიტევოს ყველამ რაღაცა საგიჟდად კი არ უნდა ვაქციოთ გამიგე და ადამიანი ნახე რა არის გიორგი სულ ვამბობ ხოლმე ნახე საინტერესო ერთი რამე რომ პეტრე მოციქულმაც უარყო უფალი და იუდამაც უარყო უფალი მაგრამ ნახე გული ვისი გული როგორ იყო მზად ვის გულში როგორ ცოცხლობდა ცხოვრობდა ქრისტე ისეთი გზით და იმ დონეზე შეინანეს. ანუ თემა რა არის, ნახე, საინტერესოა ერთი რა, რომ სულ ყველას ამას ვეუბნები ხოლმე, რომ უფლისა და იუდას ურთიერთობა ეს არის მაგალითი მთელი კაცობრიობის. კერძოდ, წეგან მე რასაც ვთქვი წმინდა იოანეს სიტყვები, რომ შეიძლება შენ ყოველდღე დადიოდე ტაძარში, მაგრამ საერთოდ არ იყო ქრისტიანი. ანუ წმინდა მამა გაბრიელს აქვს რომ თუ გინდაო რომ სხვა გადაარჩინოო ჯერ შენი თავი გადაარჩინეო რა შენი მაგალითად და რამე და იცი მე ამით თქვა გიორგი ნახე საინტერესოა ერთი რამე როდესაც უკვე მაცხოვარი შეიპყრეს ანუ თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხორციელ ტკივილებშია და მან უწყის რომ აი ბევრმა არის მე მინდა თქვა რომ იუდამ ორჯერ სცადა, ანუ მესამედ უკვე შიშთვილება და საინტერესოა რომ წერია რომ მისი სარტყელით ჩამოკიდა ტოტზე და ჩემო ძვირფასო მაყურებლო მე მინდა თქვა ერთი რამე რომ წერია შემოგონილი არაფერი არ არის რომ მაცხოვარმა ტოტი დაუხარა ხე მოიდრიკაო და ამან მოხსნა გიორგი თავისივე სარტყელით ხო იყო და აწია მაღლა და მაცხოვარმა უფრო მეტად დაუხარა ეს ხე თლიანად და მე როდესაც უკვე მაღლა აწია უფრო გამიგე მე უკვე მაცხოვარმა უკვე როგორ არის ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ უფალი ერთხელ რაღაცაში აი შეგიშლის ხელს ცუდისკენ გამიგე ორჯერ შეგიშლის ხელს მაგრამ მესამედ უკვე როცა აღარ გესმის ხო უფალიც დაგანებებს თავს იმიტომ რომ ძალით უფალმა მეტი დიდება რა უნდა იყოს ნახე გიორგი სახარებაში წერია მოციქულებს ეუბნება ის რაც თქვენ იხილეთ ანუ უფალი იხილეთ თვითონ ზეცა ჩამოვიდა მიწაზე გესმის განხორციელდა განკაცდა ქრისტე მრავალ წინასწარ მეტყველს სურდა ამის იხილვა და არა ვერ იხილეს იმიტომ რომ ჟამი არ იყო მისი და ამაზე მეტი სიდიადე რა გინდა რომ თვითონ უფალმა იესო ქრისტე თავის მოციქულად აგიარა დაგიყენა გვერდში შენ როგორ გონია გიორგი წერი აი ესეთი წიგნი არის სიკვდილის შემდგომი შეგონებანი აი თუ ვინმეს მიგწდება თხელი ნახეთ ეს არის წმინდა ნილოს მირომდინარე როდესაც ეცხადება ანუ გარდაცვალების შემდეგ ეცხადება გიორგი და აწერენ ყველანაირად აი ცოცხლად ეცხადება და უკადაგებს და აი ამ ქადაგებას წერენ რა გიორგი ხო და აი ეს წმინდა მირომდინარეში არის როგორ არის ვინ იყო იუდა სხვადასხვა აი წერია გიორგი რომ იუდა როდესაც მასზე დედა იყო ორსულად და მშობიარობის დრო და ჟამი იყო მოახლოებული მან სიზმრისეულ ჩვენებით ნახა იუდას მომავალი და წერია რომ კივილით გამოეღვიძა და როდესაც უკვე ეს იუდა იშვა მათ იუდა რა ქვია გაატანეს წყალს როგორც მოსე მაგალითად და ნახეს მწყემსებმა ეს რაც წავიკითხე მე ჩემსაც არაფერს არ ლაპარაკობ ხო და ნახეს მწყემსებმა და მწყემსებმა გაზარდეს და წარმოიდგინე რომ ისეთი რამ გააკეთა იუდამ რა თქმა უნდა უკვე ეს არ იცოდა მაგრამ თვისი ხორციელი მამა სიცოცხლეს გამოასალმა და დედასთან ცხოვრობდა საკუთარ დედასთან ცხოვრობდა ეს მერე განცხადა ანუ მე თქვენ და ესე გიორგი რომ მაპატია გიორგი თუ ბერს ლაპარაკობ ბოდიში არა მამო ეს ხო და როგორ ფიქრობ ეხლა მაცხოვარმა არ იცოდა ეს ყველაფერი
როგორ არ იცოდა, მაგრამ იქნება და აი როგორც ბოლოს უკვე როდესაც შეიპყრეს ნახევარსაუკუნება მოყვასო ამბორი დგას სემ კაცის ძესა ეს იცი რას მოყვასო ანუ მეგობარო და წერია სახარების განმარტება ამბობენ რომ ესე იმიტომ მოუწოდაო მოყვასო რომ იქნება მისი გული რაღაცაირად აი დალბობილიყო რაღაცა სინანულში და მაშინ მაინც შეენანა მაგრამ ნახე როგორ არის გიორგი რომ არიან ადამიანები იუდას გავსი რომ რაც გინდა ბევრი აი მართლაც რომ სისხლი დაანთხე წეღან შენ როგორც დაიწყე რა დაანთხე მათთვის ვერაფერს მათი გული არის ქვადარკინა მათი გონება არის ქვადარკინა რა და აი მე მინდა ვისარგებლო გიორგი მაპატიე ერთი შემთხვევით ჩემო ძვირფასებო საეკლესიო ასე თქვათ ტიპიკონში წერია ერთი რამ რომ მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა 30 მარტს და მაცხოვრის აღდგომა მოხდა 1 აპრილს პირველი აღდგომა პირველი ხო მაცხოვრის აღდგომა როცა მაცხოვარი როცა დაემთხო ეს ციფრი დიახ ეს იყო არა მაცხოვარი ერთ-ერთი დღე აღდგა მე ჩვენ ყოველ დღე ყოველდღე უკაცრავთ ყოველ კვირა და ყოველ წელიწადში ერთ დღეზე იმოთამას ხო და არა ის აღდგომა იყო 1 აპრილს და მე მინდა გითხრათ რომ ის მასხარაობა რომ მოდის რომ დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილია სწორედ აქედან იღებს სათავეს და მე ამასინად ვუყურებდი ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი როგორ ეთამაშებოდა სადღაც მე-7 მე-8 კლასელებს რომ დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილია ეს არის შეურაცხყოფა მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე აღდგომის მაცხოვრის აღდგომა არის კაცობრიობის და თვითონ ჩვენთაგანის გამოხსნა სიკვდილისაგან და ჩვენი სულის ზეიმის და ცხონების გზა არის მაცხოვრის აღდგომა და მე მინდა რომ ერთმანეთს გადასცეთ ვინც არ უყურებს რომ ეს სიტყვა და ეს დამამცირებელი მიდგომა ბრწყინვალე აღდგომისადმი რომ დღეს 1 აპრილი და მოტყუება ადვილია როგორმე იქნებ აღმოფხრა ჩემო ძვირფასებო მე არ გაჩერებ ხოლმე სპეციალურად მაგრამ უინტერესო არ მინდა რომ ეს გადაცემა გამოვიდეს მინდა რომ საინტერესო იყოს უფრო მეტად და ბევრი კითხვები მინდა დაგისვა თუ გინდა ილაპარაკეთ არა გისმენ შემოგელვის ბამო თუ შეიძლება ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენ ხა აღდგომას მიულოცავთ ერთმანეთს მაგრამ აღარ გვახსოვს ხოლმე რომ ის ქრისტე აღსდგა ადამიანისათვის იმ ადამიანს როცა საქმეზე მიდგება გავიმეტებთ აუცილებლად ანუ ჩვენ რომელსაც აღდგომას ულოცავთ ერთმანეთს გვიხარია რაღაცა მართლა მაგარი დღე არის და ყველაზე დიდი დღე არის რაც კი შეიძლება არსებობს ამ ქვეყნად მაგრამ ამ შემთხვევაში გვავიწყდება საქმეზე რომ მიდგება მაშინ არ ვითვალისწინებთ რომ აი მისთვისაც ადგა მაცხოვარი ვისაც დღეს ვიმეტებთ ვისაც ვეჩხუბებით ვისაც ის ვილაპარაკებთ ჯვარცმაზე ვილაპარაკებთ იუდაზე მაგრამ როცა ჩვენ ვიქნებით იუდები სულ არ გაგვახსენდება ეს მომენტები მამა კი ბატონო ხო და სხვათა შორის მამა ბოლო დროს ძირითადად ისეთები უფრო ამახვილებენ ყურადღებას აი ამ ყველაფერზე ვინც თვითონ ამ პრობლემის ქვეშ არის ხოლმე რა აი ხო იცით აი რომ რაღაცნაირად ამის უკან ბევრი ის იმალება რა ბევრი რაღაც ფარად იყენებენ ხოლმე თუ შეიძლება მამო როგორ უნდა გვახსოვდეს აი პირველად აღდგომა თქო რატო თქვი მამაო რომ სულ რო აღდგომაა ჩვენში და სულ რო ის დაცემაც არის ის ჯვარცმა სულ ჯვარცმა და სულ აღდგომა დიახ თუ შეიძლება როგორ უნდა ახსოვდეს აი იცით რატო მამო აი ხა თქვენ რასაც ამბობთ აი მაგალითად ადამიანი არავის არ და ის ნომრები აწერიაო და ის აი მანქანა ელემენტარული რომ დადეს არავის არ დაუთმობს და ჩახედავ კი ბატონო მამა გაბრიელიდან მოყოლებული ყველა ხატი აქვს მანქანაში კი ბატონო შედალოცილო ის ხატები რომ გიდევს იმ ხატებისთვის არ გიკითხავს რომ აი რატო ხართ ან რატო გახდით ხატები ხო ესე იგი დათმეთ რაღაცა ხო შენ აქ ერთ სვეტაფორზე ერთ ადამიანს რო არ დაუთმობ რაღაც სიტყვაზე ვამბობ ხო მესმის შენ მე კიდე გინდა ცხონდე რა ანუ ამაშიც გადმოვიტანე ჩვენ ცხოვრებისეულად გადმოვიტანე ეს ხო თუ შეიძლება მამო რასთან გვაქვს საქმე იმიტომ ჩვენ გვიყვარს წმინდანები ხატები ის მაგრამ მათი ცხოვრება ჩვენი საწინააღმდეგო საერთოდ როგორ არის ეს გიორგი ერთ-ერთი ესეთი კარგი გამოთქმაა რომ წმინდანისადმი თაყვანისცემა გამოიხატება მისდამი მიბაძვაში ხო აბა რა თქმა უნდა აი ერთ-ერთი ესეთი ფილოსოფოსი ამბობს მხატვრულად რომ უჩვენოდას ტრიალებდა მიწა ჩვენი თვალთა ჩენა უჩვენოდას იტრიალებს თავარია ვინ ვართ ჩვენა გამიგე რო შედვართ ჩვენ და დიდი ყანწები წინაპრები შენ რას აკეთებ შენ რას უტოვებ შენ რა წინაპრობას ტოვებ და იცი რამე და გიორგი აი ყველას ვეონები ერთ რამეს მოყოლებული ჩემი სახლეულიდან ჩემი ოჯახიდან
ჩემი მრევლი, ჩემი ნათესაობა, ჩემი რა ვიცი, გიორგი და საკუთარ თავს. მაცხოვრის ჯვარცმის დროს მაცხოვრის სიტყვა რა იყო ჩემო ძვირფასო ვიდრეღა იტყო და მწყურის, იმიტომ რომ ეს არის ბოლო სიტყვა და ეს არის მამაო ხელთაშთა შევედრებ. ერთადი სიტყვარი ერთი რა ნახე რა საშინელებაა რომ მაცხოვარი ღმერთი მოკლა ადამიანს, მაგრამ უფალი ამბობს მამაო მიუტევე რამე თუ არიციან რას იქმან. დღეს ოჯახებში გიორგი ერთმანეთის დაჭმა მიდის, მაგრამ ყველა მარხულობს. გესმის, ყველა ახსარებაზე, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, ერთმანეთს ვერ იტანენ. ოჯახის კი შეაღწია მამაო ისე ბოროტ. ოჯახებში გეუბნები, იმიტომ რომ ოჯახებიდან გამოდის გიორგი. ეს ნახე რა საინტერესოა, რომ როდესაც ოჯახებში ეს ნახე როგორ არის გიორგი, არის განრისხებული გამოდიხარ შენი სახლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტში ხარ თუ სამსახურში ხარ, იქაც მიდიხარ განრისხებული რა. და უკვე თავს ახვევ შენ ამ რაღაცა უაზრობას და არავის არ შეგვიძლია რომ ერთმანეთს მიუტევო და კიდე გეუბნები, ყველა მარხულობს, ყველა ახსარებაზე მოდის, ყველა ეზია, ყველა მაგას გეუბნები ბაბა და ნახე რა საინტერესოა, გახსოვს წინა გადაცემაში მე რა გითხარი რომ ყველა მართალია. არავინ არ არის მტყუანი. და ეს იცი რა არის, ეს რაც წერია და აღდგებიან შვილი, მამა, დედათა ზედა დამოკვლიდნენ მათ, დაძმასთან ქიშპობს, ძმა დასთან, ცოლი ქმართან და ერთი რამე გვაკლია, გიორგი ყველაზე მთავარი. აი, მიყვარს ხოლმე ამას გამოთქვა, ნახეთ რა, ადამიანი რა, ადამიანი, ადამიანის, ადამიანური, ადამიანობით ადამიანობს. ადამიანი დაუთმე, როდესაც რაღაცა მეუღლე გაბრაზ, როდესაც შვილისგან წენა, როდესაც დისგან, ძმისგან, დიშვილისგან, ძმისში უთხარი, ნახე ბიჭო, ერთი რამე წერია გიორგი, მაცხოვარმა ჯვარცმა მოგიტევა და შენვის რას არ პატიო ბიჭო, შენ როგორ ვინახარ, ადონის სიამაყე და ამპარტავნებაში ხარ, გესმის და მაგრამ ნახე რა საინტერესოა, 25 წელია მე მღვდელი ვარ გიორგი და ჯერ ტყუანი ახსარებელი არ მინახე. ყველა მართალია. ეხლა როგორ არის იცი? თქვენი სუფთა სულის ჭირი მეუყვარს. გეუბნები. იცი რა უთხარი, მე უთხარი. მოდი მეთქი, აბა ეხლა აი რო იყვენ დაუღეჭავ ხოლმე. მოდი ესე არა მამაო და რამოდენიმე უთხარი, მოდი მეთქი შენი ხატი შევქონათ. ეგ როგორო? მოთხარი თუ წმინდანი ხარ, ცოდვა თუ არა გაქვს. მეთქი რა ხო და წმინდანი გქონდა ცოდვა და გაიწონდა შენ როგორა და ბიჭო არა მე იცი რა მამა, აი სახში მყავს დედამთილი, სიდედრი, რძალი, მაზრი, იმან თორე მე ეგენი რო არ იყო შეიძლება მირონი მდიოდეს. და ბიჭო ჩვენ არ ვიცით გიორგი ქრისტიანობა უფალი ნახე მე იმიტომ გითხარი გიორგი ყველას ეუბნები ბიჭო სახარებას რო წაიკითხავ ეს ძალიან კარგია. და იცი მე ჩემი უგუნური გონებით რა შეშედარება მოვიტანე. სახარებას რო წაიკითხავ ეს გაიგე რა არის პური. მაგრამ სახარებას რო წაიკითხავ განმარტებით მაგალითად ეხა ძალიან კარგი ნაკრები აქვს მიტროპოლიტ ზოსიმეს, იოანე ოქროპირს, თეოფილაქტე ბულგარელს. ეს უკვე გაიგე მეთქი პურის გემო და დანაყრდი რა. და მიხვდები რომ თურმე ბიჭო უნდა დადუმდე შენ თუ ქრისტიანი ხარ, ენას კბილი დააჭირეო, ბავშვობაში ხო გვასწავლიდნენ. და დააჭირე, ხო გაიზარდე და უფრო ენას ხო გაგიზარდა და კბილებს დააჭირე რა, ეს კბილითო. ხო და აქედან გავუნდერი იცი რა არის? მიიჩნიე შენ თავი, ცოდვილად, თამდაყოლად უთხარი რა, უფალო, მიუტევე, არიციან რას იქმან და სიყვარულს განავრცობ და შენ იქნები მიზეზი სიყვარულისა, შენი თამდავლობით, შენი მოთმინებით იქნები მრავლის გადამრჩენელი, როგორც დიდი მამა სერაფიმ ამბობდა, რომ ჩემო სიხარულო, მოიპოვე მადლი სულისაწმინდა და შენს გადარჩები და ათასობით ადამიანები გადარჩებიან შენს ირგვლივ. არ არის აუცილებელი ვიღაცის რაღაც გამოთვლაზე კომენტარები გააკეთო, ერთი გითხრა, 10 უთხრა, მერე იმან ორი გითხრა, 20 უთხრა და ნახე როგორ არის გიორგი, ერთი რაღაცა მახსენდება, ჩააქრე ცეცხლი ერიდე ხანძარს თუ აბრიალ და ქვეყანას დაწვავსო. გამიგე და შენი მოთმინებით შენ იქნები ცეცხლის ჩამქრობი რა. და მიბაძავ უფალს. იცი რა მახსენდება გიორგი? ერთ-ერთი მამა ამბობს თუ შენ დაგამცირესო, თუ შენ შეურაცხყვეს, დაფიქრდიო, ნახე რა საინტერესოა, დაფიქრდიო, თუ შენ ღირსეულად მოგაგეს ეს შეურაცხყოფა არა და შენი დამცირება მადლობელი იყავი რომ ამ ქვეყანაშივე მიიღე შენი ცოდის საზღაურიო.
და თუ უღირსად მოგაგესო, გიყვარდეს რომ წმინდანებს მიგამსგავსო, განა ღირსეულად იყო იონე ნასერის თავისკვეთა? განა ღირსეულად იყო წმინდა გიორგის ჯვა რა ქვია, ტანჯვა, რომელიმე წმინდანის წამება? ინაკეთევანის? ამიტომ იცით რა არის ჩემო ძვირფასებო? მარტო კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ მარტო პირჯვრის წერა არ არის ქრისტიანობა, თუ არ იტვირთე მოყვასი, აი ნახე მოციქული რომელი ყოველ დიდი მცნება შეიყვარე უფალი ღმერთი, შენი პატრიარქი ამას ამბობს რომ ჯვარი გამოსახე ყოვლითა გულითა შენითა ყოვლითა გონდა შეიყვარე მოყვა შენი ვითარცა თავის შენი და ესრეთ აი როგორ არის კიდე იცი რომ ურთიერთა სიმძიმე იტვირთე და ესრეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი, აღასრულეთ ქრისტეს ჯული, აი ეს არის მადლობა მამაო ძალიან დიდი და ერთი წამი ვიტყვი უცბად მამაო, არ ყოფნის მამაო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოწყურებული ხარ ხოლმე ჩემეთ ერთ და მე 2 საათიანს მოგიყვან შემდეგ შეაუცილებლად და ფაშოს აი მახსარებას ძალიან მაგარი რაღაცა თქვით, იმიტომ რომ თქვენ რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი დამნაშავე არ გინახე, ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მამაო, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემაც ეგ არის რომ ყველა ვართ მართალი და ყველა ჩვენი აივნიდან ვიყურებთ. ეხლა ჩემი აივნიდან შეიძლება ის 6-იანად ჩას, მაგრამ მისი აივნიდან ხო 9-იანია ის ძირს. გიორგი, ერთ ვიტყვი რა, მაპატია გიორგი. ნახე როგორ არის, ერთ-ერთი მამა ამბობს, როდესაც შენ ხარ ოთახშიო, შენ ამბობ რომ სისუფთავია ამ ოთახში. როდესაც შენ გაწევ ფარდას და მზის ხივი შემოვა, უამრავ ტრის მოლეკულას დაინახავ, გაიგე და მე ვამბობ, როდესაც ჩვენ გონებას ფარდას ჩამოვაფარებ, ყველაფერში ვართ მართლები და უცოდელები და როდესაც ფარდას გადასწევ და მზეს შემოვუშვ, ანუ მაც სულისა წმინისა შენ მიხვდები როგორი ცოდის ბუდე ხარ რა. აუ მამაო, რა მაგარი რაღაცა თქვი. სინათლე ის ღვთის მადლება წმინდა შემოვუშვი, მადლი და მიხვდები რომ ცოდის ბუდე ხარ. ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი საუბრისათვის და მამაო აი უცბად ერთ წამს კითხავს უბრალოდ თუ შეიძლება იქითა კვირას ისა რა ქვია ზოგი აღდგომას გადის რეგიონებში რაღაცა ხო უბრალოდ არ იგლოონ თორე როცა უნდა მაშინ გავიდნენ ხო თუ ისე მიცვალებულთა დღე არ არის უბრალოდ ტრადიცია იყო რომ საქართველოში ჩვენი წინაპრები თავის მიცვალებულებს ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, რომ ჩვენი მიცვალებულები არ დარჩნენ უპატრონოდ, რომ შეავედრონ ქრისტეს, მიცვალებულთა დღე არის აღდგომიდან მე-9 დღეს. გაბრძანდით, მიულოცეთ, იხარეთ და ახარეთ თქვენი მიცვალებულთა სულები. მაგრამ შეუულია თუ არ იგლოვებენ მამაო? მაგას გეუბნები, იხარეთ და ახარეთ თქვენი არავით არის გლოვა და არავით არის გლოვით არ გახვიდეთ, მიულოცეთ პირიქით და როცა გინდათ მაშინ გადით, ხო, პრობლემა არ იქნება, ხო? ესეთი ის არის, დიდ მადლობას მოგახსენეთ. მოგზაურობისათვის ბედნიერებას გისურვებთ, ყველას გისურვებთ და მამა გიორგი ძალიან დიდი მადლობა მართლა რომ ესეთ ლამაზად ახსენეთ ყველაფერი და ბევრ ამაზე ბევრი ადამიანი დაფიქრდება და მართლა არ მყოფნის თქვენთან 2 საათი თქვენ არაჩვეულებრივ მეუღლეს და ოჯახს მოვიკითხავ შვილებს, შვილიშვილებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი არიან და იმხელა სტიმული არიან მამაო რომ აქ მართლა მაგათ სტიმულით ხართ ეხლა რომ ესეთი ძალა გაქვთ და აი 1 საათი მე რომ მოძღვარს ვერ გავუმკლავდი სხვათა შორის სახლში რასაც ვერ ვუქადაგებ აქედან ვუქადაგებ ეხლა მაგათ გაიხარე შემნათესავო და შემოჭი დიდი მადლობა მამაო ყველაფრისათვის მართლა ბედნიერებას გისურვებთ აი განსაკუთრებით საპყრობილეებში ყველას ლამაზი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა და გაუცილებლად გამოსვლას გისურვებთ ყველას და ყველა იმ ადამიანს ვისაც ხვალ რამე საშუალება გაქვთ უწმინდესის ლოცვა კურთხევა არის და ეკლესიაში მიდით და აუცილებლად დაშვება იქნება რომ მაქსიმუმი რომ ეზიაროთ გეხვეწებით ხვალთან ვინც ეზიარება ყველაზე მთავარია იმიტომ რომ ზიარების დღე არის დაწესების და დაარსა უფალმა წმინდა ზიარება წმინდა საიდუმლოს ერობა კი დიდი მადლობა მამაო რომ მოიწვია მართლა 1-20 წუთი ისე მინდა რომ მქონდეს რომ რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ გემშვიდობებთ იმ სამშაბათს და 4 შაბათს აუცილებლად რეგიონებიდან ჩამოვიყვან მღვდლებს და ის ადამიანები იქნებიან ჩვენი სტუმრები და ძალიან კარგი გადაცემები გველის კიდე წინ ბედნიერ აღდგომას გისურვებთ სამშაბათს